25 ივლისს გურჯაანში ინტელექტუალური თამაშის რასადროდის კორპორატიული ლიგა გაიმართება. მაშინ მონაწილეობა უფროსი ასაკის მოთამაშეებისგან შემდგარ გუნდებს შეუძლიათ. თამაშის ორგანიზატორის პაატა ჩახვაშვილის ინფორმაციით, ლიგის მიზანია ინტელექტუალური თამაშების დანერგვა და პოპულარიზაცია. გამარჯვებულები სიმბოლური საჩუქრებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან. 25 ივლისს პარასკევს საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ორგანიზებით გაიმართება ერთდღიანი კორპორატიული თამაში, სადაც მონაწილეობას მიიღებს ნებისმიერი უფროსი ასაკის მსურველი, ადგილობრივი. ჩვენ ასე დავარქვით, იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ ყოფილიყო ორგანიზაციებს სამსახურებს შორის, ამიტომ დავარქვით კორპორატიული ლიგა, თუმცა შეუძლია ნებისმიერ მსურველს თამაში, დამოუკიდებელ გუნდებსაც მხოლოდ და მხოლოდ იმ შეზღუდვით, რომ სკოლის მოსწავლეები ვერ მიიღებენ მონაწილეობას, რადგან გსურს, რომ სკოლის სასკოლო ლიგის პარალელურად უფროს ასაკშიც იმართებოდეს და იდეა ჩვენს გაერთიანებას ეკუთვნის, იმედი გვაქვს, რომ მოეწონებათ, ერთგვარად საპილოტე თამაშია, რადგან დავინახავთ ინტერესს და გავაგრძელებთ რეგულარულადაც ამ თამაშს, ამ თამაშის სერიას, რადგან უფროს ასაკებში უფრო არის ხოლმე ერთდღიანი თამაშები თემატურად, სხვადასხვა თემაზე, მაგრამ ეს იქნება ზოგადი